ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა ეს არ არის უბრალოდ აკვიატებული ფიქრები. ეს არის ნერვული სისტემის დარღვევა, სადაც აკვიატებული ფიქრები იწვევს შფოთვას, ხოლო კომპულსიური ქცევები კი დროებით ამცირებს მას, მაგრამ რეალურად ის ამყარებს ამ პრობლემას. სწორედ ამიტომ აზრებთან ბრძოლა, დამშვიდების ძიება და რიტუალების შესრულება გრძელვადიან პერსპექტივაში მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს. ეფექტური მუშაობა ოკაზე მოითხოვს სწორ ფსიქოსაგანმანათლებლო მიდგომას, შფოთვასთან ურთიერთობის სწავლას და ქცევითი რეაქციების ეტაპობრივ ცვლილებას. მე ვარ ჰიპნოთერაპევტი თემო ნემსიწვერიძე და მუშაობ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის დიაგნოზის მქონე ადამიანებთან, სტრუქტურული და უსაფრთხო მეთოდებით. თუ გინდა სისტემური და პროფესიული დახმარება, მაშინ მოგიწოდებ ინდივიდუალურ კონსულტაციაზე, რომელიც არის სრულიად უფასო, სადაც თქვენ გაიგებთ თუ როგორ გათავისუფლდეთ ამ პრობლემისგან და ასევე გაიგებთ თერაპიის ღირებულებასაც. სურვილება მომწერეთ პირადში ან დატოვეთ კომენტარი. ამ კვირაში დარჩენილია მხოლოდ 3 ადგილი. გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას.